Property Georgias რიგით მეორე ღონისძიებას Property Exclusive 25 დღეს ბათუმი მასპინძლობს. დღევანდელი ღონისძიება აერთიანებს 30-მდე ექსიბიტორს. ასევე ჩატარდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია და პრეზენტაციები სამშენებლო დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან. ექსპერტებმა ისაუბრეს უძრავი ქონების და ტურიზმის სექტორის უახლეს ტენდენციებზე, მოლოდინებზე. ჩვენ FMG Soft-მა ტექნოლოგიურმა კომპანიამ წარუადგინეთ დღეს ძალიან საინტერესო მოდული. ეს არის ერთ-ერთი რაზეც დღეს პრეზენტაცია გავაკეთეთ CRM მოდული, რომელიც არის IAP, ხელმისაწვდომი და სწრაფად დანერგვადი. ასევე მეორე მოდული წარუადგინეთ სამეზობლო community-ის მართვის მოდული, ესე რომ ვთქვათ, და ამის შესახებ დეტალურად პრეზენტაცია გავაცხადით დამსწრეებს. Property Georgias ორგანიზებით და FIAPS Georgias პარტნიორობით წელს მესამე ტარდება უძრავი ქონების ღონისძიება ბათუმში, აჭარის რეგიონში. განსხვავებით წინა წლებისგან, წელს გვაქვს უფრო მრავალფეროვანი ფორმატი, Property Exclusive. გაზაფხულზე გქონდა თბილისში Property Exclusive-ის პარალელში ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიება და დღეს უკვე პირველად ჩატარდა ბათუმში მსგავსი აქტივობა. ყავს და მონაწილე დაახლოებით 30 კომპანია, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი სპეციალური შეთავაზება. დღეს დამსწრე მონაწილეებისთვის, აუდიტორიისთვის ჰქონდა ასევე B2B და B2C შეხვედრები და პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნა ძალიან საინტერესო თემას. Grimland Oasis არის ოქროს სპონსორი დღევანდელ დღეს. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო საუბრები იყო პანელურ დისკუსიაში და ასევე საინტერესო პრეზენტაციები. პანელი შეეხებოდა გაყიდვების და ტექნოლოგიების მომავალს უძრავ ქონებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი აზრები გაიჟღერდა. Arki როგორც ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში ყოველთვის ხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც უძრავი ქონების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. დღეს ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს გავაცანით Arki-ის ისეთი პროექტები, როგორიც არის Arki Ramada Batumi და Lemeridian Sionis ტბასთან. Lisi Development-ი მონაწილეობს Property Georgias და FIAPS Georgias მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ჩვენ მწვანე სპონსორები ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ სტატუსით ვიყოთ მხარდამჭერები ამ ღონისძიების, რადგან Lisi Development-ისთვის მწვანე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა უძრავი ქონების ბაზარზე ყოველთვის პრიორიტეტი იყო. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება, ხშირად უნდა ტარდებოდეს ასეთი აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორის ერთმანეთთან დაახლოებას, ვინაიდან ორივე სექტორის სინქრონულად განვითარება საჭიროა იმისათვის, რომ მეტი კლიენტი მოვიზიდოთ ბაზარზე. და შესაბამისად საკმაოდ საინტერესო ინიციატივებიც გამოიკვეთა, ბევრი კომპანია იყო წარმოდგენილი და მადლობა Property Georgias იმისათვის, რომ ასეთ ტონუსს არაგდებს თბილისშიც დავესწარი და ეხლა ბათუმშიც განსაკუთრებით საინტერესო იყო. თავი მიგნებები რომ შევაჯამოთ, ეს იქნება ის რომ ბათუმში პრინციპში გაყიდვები გაზრდილი არის მცირედით და ვთქვათ მაინც შედარებით შესუსტებულია ისევე როგორც თელ საქართველოში წინა წლებთან შედარებით გაყიდვები. რაც შეეხება ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბათუმში. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი არის ტურიზმის ნაწილი. ბათუმი მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის ტურიზმზე, ასევე უძრავი ქონებაც დამოკიდებულია ბათუმში განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორი იქნება ტურიზმი, როგორც სეზონზე, ისე საშუალო და გრძელვადაში.